ვიყურებთ პოლიტმეტრს ნინო ჟიჟილაშვილსა და ვახოს ანაიასთან ერთად. ერთი კვირა მეორე ტურებამდე ოპოზიციური პარტიების კამპანიამ მკაფიოდ პოზიტიურ ელფერს იძენს. ნაცმოძრაობა საკუთარ გეგმებზე მეც საუბრობს და ხელისუფლებაზე პერსონალურ თავდასხმებს ამცირებს. ძალადობრივი მოწოდებები ოპოზიციური კანდიდატების მხრიდან საერთოდ არ ისმის. მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად დღის წესრიგში ოპოზიციისთვის კონკრეტული დაპირებების გარდა კიდევ უფრო აქცენტირებულად დგება კოალიციურობის საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კანდიდატების მერებად არჩევის შემთხვევაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა უარს იტყვის ერთპარტიულ მმართველობაზე და თანახმა იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ძალაუფლების განაწილებაზე. კოალიციური მთავრობა უკვე წარდგენილია თბილისში, ამის მოდელი შთამბეჭდავი იყო პრეზენტაცია, რომელიც 2 დღის წინ ჩვენ ვიხილეთ. ნიკამელიას მიერ შეთავაზებული მოდელით ხელმძღვანელებს ოპოზიცია ყველგან, სადაც მეორე ტური აქვს ოპოზიციისთვის თბილისი, თუმცა იქნება რთული მოსაგები. თუმცა გუნდის გამრავალფეროვნება იმ ფორმით, რა ფორმითაც ვნახეთ ეს, რა თქმა უნდა, გაადვილებს ხუთიანის შემოხაზვას, უფრო გაამარტივებს მათთვის, ვინც მხარს არ უჭერს ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა გულშემატკივრებს ოპოზიციას და მიაჩნია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამოწურა საკუთარი თავი. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი თემა. თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან საკუთარ გუნდთან ერთად პოლიტმეტრში რამდენიმე წუთში. ამასთან ხელისუფლებამ პოზიტიურ დღის წესრიგზე საბოლოოდ თქვა უარი. ღარიბაშვილი იმ ოლქებში დადის, სადაც ქართულ ოცნებას რთული მდგომარეობა აქვს. ოპონენტების შეურაცხყოფას მაყურებელი შეჩვეულია და არ უყვირს. უფრო დიდი პრობლემა პრემიერ-მინისტრის ახალი გზავნილია. თუ ოპოზიცია მეორე ტურში გაიმარჯვებს, მმართველი პარტია საბოტაჟს აანონსებს. ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით თავდაყირა დააყენა თვითმმართველობის არსი. ციტატა: მინდა სენაკელებს მივმართო, რა პერსპექტივა აქვს ყობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს ყობა ნაყოფიამ. მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს. თეორიულადაც ვიძახი და ჰიპოთეტურადაც ვამბობ, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე უბრალოდ პერსპექტივა არ აქვს. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და დასჯა გამოდის. აქ ჩნდება შეკითხვა, რატომ ტარდება მაშინ საერთოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამავე ტალღაზე გადაიყვანეს კალაძე, შინაარსობრივად დედაქალაქის მოქმედმა მერმაც იგივე თქვა. მას გონია, რომ მელია მოადგილეებს ვერ დანიშნავს, ოღონდ აქ არის ერთი დეტალი. ოცნება თუ არ დაეთანხმება მოადგილეებს, მერი მაინც შეძლებს მათთან ერთად მუშაობის დაწყებას 3 თვით. სწორედ ამ 3 თვის გეგმას წარმოადგენს ოპოზიცია უახლოეს მომავალში. აი ამ ფონზე საინტერესოა პროცესები, მათ შორის ზალოვან უწყებებში. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დადასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე ჭაბუკა რაფავამ გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა და ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ გუშინ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა სამეგრელო ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა რევაზ ლაზიშვილმა. მისი განმარტებით პროტესტი სამეგრელოში ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ წამოწყებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. სამეგრელოში ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ სპეცოპერაციის სერია დაიწყო 21 ოქტომბერს ღამით. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის რუსლან შამახიას სახლით, საიდანაც სანატირო თოფები წაიღეს. ცხადია, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნებთან და ამას ადასტურებენ თავად ოჯახის წევრები, აი ამ ძალოვანების და ეს ისედაც ნათელია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რატომ მიდიან თანამდებობიდან მაღალი თანამდებობის პირები ძალოვან უწყებებში. ჩვენ ახლა ანონსს შემოგთავაზებთ და დავბრუნდებით უკვე სტუმრებთან ერთად. მრავალფეროვნების მოდელი ოპოზიციისგან მელია ერთპარტიულ მმართველობაზე უარს ამბობს და გამარჯვების შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარეობაზეც. თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ. ხელისუფლება ნერვიულობს და ცდილობს ყველა ნაციონალად წარმოაჩინოს. არც ერთი არ იყო მან სხვა პარტიის წარმომადგენელი. ქართულ ოცნებას სამეგრელოც ანერვიულებს და ხისტ მეთოდებს მიმართავს. დაიწმინდა პოლიციაც ასეთი ფსევდო ოფიცრებისგან. იცის ოცნებამ რომ აგებენ არჩევნებს. სააკაშვილის პირველი კადრები ციხიდან.
მესამე პრეზიდენტს ციხის ტერიტორიაზე ტოვებენ და კლინიკის არჩევის უფლებას უზღუდავენ. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. პოლიტიკური ანალიზი პოლიტმეტრში. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენ ჩვენს სტუმრებს. ნიკა მელია, თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე, ზურაგირჩი ჯაფარიძე, ირაკლი აბესაძე, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატები. საღამოშვიდობის ყველას, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენ სტუდიაში. მადლობა თქვენ. მადლობა მომბრძანებისთვის. მოდი ნიკათი დავიწყოთ, ეს ლოგიკური იქნება, რა თქმა უნდა. ეს საკითხი რამდენჯერმე ახსნილი გაქვთ აუდიტორისთვის, თუმცა აი დღეს, მას შემდეგ რაც უკვე თქვენ წარდგენის შემდეგ რაღაცა უკვე მოთელეთ საზოგადოებაში, დღეს ხედავდით რომ უკვე იყავით კონკრეტულ ადგილებში, როგორი უკავშირი მიიღეთ. გაიგო საზოგადოებამ, რა შესთავაზეთ მათ? კი, როგორც დღეს აღმოჩნდა, დიდმა ნაწილმა საზოგადოების პირველში დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდმა ნაწილმა საზოგადოებისა უკვე ძალიან კარგად იცის რა განსხვავება შევთავაზეთ, რა ალტერნატივა შევთავაზეთ ჩვენს თბილისელებს კოალიციურმა გუნდმა 2 დღის წინ. და მიხარია, არ დაგიმალავთ, ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი ხდება აი ჩვენს ყოფაში, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. მოთხოვნა არის საზოგადოებაში ერთობის, მოთხოვნა არის საზოგადოებაში გაერთიანების და დღეს დავწმუნდით ჩვენ ისანში და სამგორში, როდესაც ჰქონდა ასევე შესაძლებლობა ჭიდრო კომუნიკაცია ქონოდა ამორჩელებთან, განგებ გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავატაროთ დაგეგმილი შეხვედრები. აი ადამიანურ დონეზე რას გეუბნებიან? აი რას გეუბნებიან იგივე? მე არ მიგზა, მე თბილისის შეიძლება არც იყვნენ ასე კონკრეტულად მაინცსა და მაინც ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები, მაგრამ არიან კრიტიკულები და თუნდაც ესმით რომ ხელისუფლება პრაქტიკულ მაგალითი რომ მოგიყვანოთ, უნდა დღეს შემოხდა 2 ადამიანი, რომელმაც მითხრა პირველ ტურში მე მონაწილეობა არ მიმიღა როგორც ამორჩევლს, მაგრამ მოვდივარ. იმიტომ რომ ეს თქვენ რახან შეძელით, მართლაც ახლა არ მომცემენ მეგობრები ტყუილის თქმის შესაძლებლობას, 2 ადამიანი მე პირადად შემხვდა და მითხრა, ხო? არ ყოფილა პირველ ტურში, მაგრამ მოვდივარ. ერთი ქალბატონია მახსოვს თქვა რომ საერთოდ არ ვიღებ უკვე ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მოვდივარ. და ამას თავი დავანებოთ, იცით? აი ანთებულია, ეს არ არის ავარდნილი ოპტიმიზმი, რასაც ვაკვირდები უბრალოდ რომ უნდა გაიმარჯოს რომელიმე ცალკე აღებულ მოქალაქეს ოპოზიცია, მაგრამ დავინახე რწმენა, რომელიც გააღვივდა ისე როგორცაც ალბათ ვერ წარმოვიდგენდი მე თუნდაც ერთი კვირის წინ, იმიტომ რომ მე ხო თბილისის მერობის კანდიდატი ვარ უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ალბათ 2 თვე მეტიც ხო 2 თვე ნახევარია, რაც თბილისში კამპანიას ვაწარმოებდი და მაშინაც ხო დავდიოდი, მაშინაც ვიყავი სამგორში, მაშინაც ვიყავი ისანში და დავინახე დიდი კონტრასტი და ამით დავწმუნდი რომ ჩვენ ვუპასუხეთ საზოგადოების ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოთხოვნას და დაკვეთას და ძალიან მახარებს როგორც მოქალაქეს, როგორც თბილისელს და როგორც ადამიანს, რომელსაც სურს რომ სახელმწიფო იმართებოდეს არა ერთპარტიულად, არამედ მრავალფეროვანი გუნდით. ეს შესაძლებელია არა უბრალოდ ერთი კვირის წინ, არამედ არ ვიცი, ბევრს 3 დღის წინათაც ვერ წარმოედგინა და ერთობას თუ რა შეუძლია და რა ძალა აქვს, მე ვხედავ ამის მტკიცენებას საზოგადოებაში და ამ ყველაფერს ციფრებში, კონკრეტულ პროცენტებში დავინახავთ 30 ოქტომბერს. ამის გარდა ახლა ჩვენ ხელგვეწიფება, ხო, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება, ახლა დახურული კვლევები და ვიცი იქ რა ხდება და რამხელა განსხვავებას იძლევა უკვე უკანასკნელი 2 დღის თავზე. თქვენ გაცილებით მეტი ხმა გჭირდებათ მეორე ტურში. კი, თუმცა გაცილებით ეს რეალისტურია. ისეთ დააკვირდით. კი, რა თქმა უნდა, ახლა ქართული 60,000 მაინც გჭირდება. ქართული ოცნება არის დარწმუნებული, რომ ბატონ კალაძეს არ აუღია ეს 55%. მოდით აქვე უნდა ვაღიაროთ და ეს ჩვენი ნაკლოვანება, რაც დაუშვით, არ ვიცი ხა ნაკლები მობილიზაცია იყო პირველ ტურში, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა დაახლოებით 760 უბნიდან 100 საარჩევნო უბანი ძალიან საეჭვო მონაცემებს იძლევა, რაც საჭიროებს გაძლიერებას უბნის წარმომადგენლების მიმართულებით, ანუ კომისიის წევრების წარმომადგენლების და ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც არჩევნების მეორე ტური არ ტარდება, პროფესიონალ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს უხმობთ საარჩევნოდ თბილისში.
და საკუთარ შესტომებს ვასწორებთ და ყატომა კალაძე და მისმა გუნდმა იცის რომ ის манипуляციები რომელიც წარმატებული აღმოჩნდა პირველ ტურში მათ სასარგებლოდ უბრალოდ წარუმატებელი იქნება მეტიც ვერ განახორციელებენ შესაბამისად ის 45% რომელიც დაფიქსირდა CSKA-ს მიერ არ შეესაბამება რეალობას და სინამდვილეს და არ ტოვებს ხო ეს ადამიანი იმ შთაბეჭდილებას რომ მას აქვს პირველ ტურში 11%-იანი სხვაობით გამარჯვება მოპოვებული ხო ახლა დამეთანხმებით ხო მისთვისაც ძალიან დიდი სურპრიზი იყო ბატონ ივანიშვილისაც ძალიან დიდი სურპრიზი იყო ისაც 2 დღის წინ ვიხილეთ ამიტომ მე ვარ როგორც არასოდეს ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი არა უბრალოდ რომ გავიმარჯვებთ ამის თქვა არ მინდა ამ ქვეყანას ამ ქალაქს ერთხელ და სამუდამოდ მიეცემა სერიოზული შანსი განვითარების. ბატონ მამუკა, როგორც კი ეს პრეზენტაცია იყო, კიდევ უფრო გააძლიერა, აი თქვენთან დაკავშირებითაც პერსონალურად ღარიბაშვილმა თავდასხმები. ამას გარდა კიდევ უფრო თუ გავაფართოვებთ საკითხს, ეს პირდაპირ ითქვა, რომ არ მივცემთ ოპოზიციას მუშაობის საშუალებას, ანუ პრაქტიკულად საბოტაჟი დაანონსეს. იმ შემთხვევაში თუ რიგ ოლქებში სადაც ახლა მეორე ტურია გაიმარჯვებს ოპოზიცია. აი რა სიტყვით ამაზე, რაზე მიანიშნებს ის, რასაც დღეს პრემიერ-მინისტრი ამბობდა და პრინციპში კალაძემაც იგივე გაიმეორა. ნუ დავიწყებ მეორე კითხვით, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს არის აბსურდი, რაც მან განაცხადა, ეს არის ელემენტარული კანონის უცოდინარობა და კონსტიტუციის, როცა მან განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩვენ ხელშია და რომც გაიმარჯვონ და აქვე მინდა აღნიშნო, რომ უკვე აღიარებენ, რომ ოპოზიცია და ეს კოალიციური გუნდი გაიმარჯვებს, მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ხელშია ბერკეტები. ეს არის აბსურდი, ეს არის პრაქტიკულად შენი ხალხის თვითმმართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და დეკლარირებლად ეს პრემიერმა დღეს განაცხადა. ეხლა რაც შეეხება პირველ კითხვას, მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და რამოდენიმე წლის განმავლობაში და ეს არ ემთხვევა მარტო ბოლო წლებს, მიდის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ქართული ოცნების მხრიდან ჩემს მიმართ და ბადრე ჯაფარიძის მიმართ და ამაში იხარჯება უზარმაზარი თანხა. ეს ინტერნეტ სივრცე იქნება თუ ასე შემდეგ. ერთ-ერთი ცნობილი, ესე ვთქვათ, იგავი, სხვა იგავებთან ერთად და ცილისწამება არის ის, რომ მე მერაბ კოსტავასთან, ესე ვთქვათ, მქონდა დღესაც ბატონმა ვორსკიმ გააჟღერა ძალიან ცუდი ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაც შეხება მქონდა და ფიზიკურად შევეხე მას. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ამ არაჩვეულებრივი ადამიანის მიმართ და აქვე მინდა კიდევ ერთხელ და ალბათ საბოლოოდ ეს ოპოზიციიდანაც გაისმა ამიტომ მე მინდა რომ ვისარგებლო თქვენი ეთერით და კიდევ ერთხელ იმ საზოგადოებას ვისაც ეს აინტერესებს უთხრა რომ ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინათ როცა ასავალ-დასავალი აკეთებდა ესე თქვათ ამ ცილისწარებულ კამპანიას, რომელსაც პირდაპირ თქვათ რომ აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენ მოუგეთ სასამართლო. პირველად სხვათა შორის ქართულ სინამდვილეში რომ მედიას მოუგეთ სასამართლო, ვაღიარებინეთ უარყოფა ამ ცილისწამების და დაიკითხა ათეულობით მოწმე, რომ არანაირი შემხებლობა და აქვე მინდა თქვა რომ მე უბრალოდ ფიზიკურადაც არ მინახავს აი ახლო დისტანციაზე ბატონი მერაბ კოსტავა და გარდა ამისა არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც აქ წამოვიღე სადაც პირდაპირ არის შავი თეთრზე დაწერილი რომ მსგავსი რამ ესე ვთქვათ არ ყოფილა ამ მოწმეების დაკითხვით და ასე შემდეგ. ამას რატო ვამბობ რომ ეს ცილისწამება რომელიც არ არის მიმართული მარტო ჩვენს მიმართ, არამედ ყველა იმ სხვანაირად მოაზროვნე და სხვანაირად განწყობილი ადამიანების მიმართ არის დამღუპველი სახელმწიფოებრივად. ეს არის სიცრუის ჭაობში ჩვენი ქვეყნის ჩაძირვა. და აი სწორედ ამ სიცრუით კვებავენ ადამიანებს. მე არ მომისმენია ქართული ოცნებისგან რაიმე კონსტრუქციული რას გააკეთებენ ისინი ხვალ. და თუ რამეს ამობენ ეს ემყარება ყოველთვის ტყუილს და მე ვფიქრობ ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი კოალიციის უნდა იყოს რომ ჩვენი საერთოდ ცხოვრება და ჩვენი გარემოცვა გავასუფთავოთ ტყუილისაგან. ეს არ არის უბრალო სიტყვები. მე მინდა ყველა დაუფიქრდეს ამას, იმიტომ რომ გულწრფელობა და სიმართლის თქმა არის მხოლოდ და მხოლოდ პროგრესის მაჩვენებელი და ის რაც ხდება და რასაც თავს გვახვევენ, ხო? ხა ვიღაცა უყურებს ტელევიზორს და ამბობს, აი ხაზარაძეს ბინები აქვს წართმეული რა. ხაზარაძე არის ამით დაკავებული. გესმით და როცა მანქანა მუშაობს და ხალხს უხდიან ხელფას, რომ აი ესეთი იმიჯი შემიქმნა, ხო? სიმართლე გითხრათ, მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ როცა ეს უკვე პოლიტიკის
ხარისხში უნდა გადადის. მიაქციოთ, ხო, იმიტომ მე ამას უყურებდი სხვათა შორის, იმიტომ რომ მე ხო ვიცი რა გავაკეთე და მე ხო ვიცი რა შევქმენი მარტივად რო თქვა, მაგრამ თურმე აქ მთელი მანქანაა ჩართული, ცოტა გულუბრყვილოდ უყურებდი ამას. ეხლა ბატონი ვოლსკიმ ძალიან კარგად იცის დღეს ეხლა ამ გადაწყვეტილებას ფოსტით გაუგზავნით მას. რომ მაგის თავის მაგიდაზე კონდეს და ყველა იმ დაინტერესებულ პირს თუ ვიმეს რამე კითხვა აქვს. სავარაუდოდ ბატონო ვოლსკი მეგიცის, მაგრამ კომუნიკაციის პროცესში ეს საჭიროა, სასარგებლოა, რაღაცა ნაწილისთვის საზოგადოება რომ შეიყვანონ შეცდომაში. ეს გასაგებია აქ გეტყვით ერთ რამეს, რომ იგი გამოვიდა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ბადრი და მამუკამ 17 მილიონი წაიღეს სახლში. ნახეთ, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა იმ სასამართლო პროცესისა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არის. ჩვენ მის წინააღმდეგ ამ განცხადების გამოცხადებიდანვე შევიტანეთ სასამართლოში ცილისწამებაზე, ესე ვთქვათ, სარჩელი. ღარიბაშვილზე გავიდა 2 წელი გავიდა, აი ჩვენი სასამართლოს სახე. ხო ვამბობთ პოლიტიზირებული, ეს ხო არ არის ვთქვათ რაღაც ესეთი საქმე, რა ქვია, რომელიც რაღაც დიდ პოლიტიკურ ამას უკავშირდება. ხო აი მარტივი ცილისწამებაზე შევიტანეთ, რომ სარჩელი და 2 წელია ბატონი ვოლსკი არ დაუბარებიათ სასამართლოში. აი ეს არის ჩვენი მართსაჯულება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ამოცანა კოალიციის მარტო ის კი არა რომ თბილისი მოვიგოთ და ესე ვთქვათ ძალაუფლება შევცვალოთ. ჩვენი ამოცანა არის რომ ყველა სფეროში, სადაც ხელი მიგვიწვდება და ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი ესე ვთქვათ მონდომებით, რომ სიმართლეს განვადევნინოთ ტყუილი, რომელიც მოგვახვიეს თავზე. დიდი მადლობა ელენე, აი ამ პრეზენტაციამ, აი ამ სურათმა, რომელიც დაინახა საზოგადოება, რა უნდა შეეცვალა მის განწყობებში? რა გზავნილია ეს გარდა იმისა, რომ ერთად დაგინახათ, დაინახა რომ შეგიძლიათ ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ მხოლოდ საუბარი არ არის, ანუ როგორ უნდა იმუშაოს ამ მოდელმა? ყველაზე მეტად ეს აინტერესებს ამ მომრჩევლებს. ხო, იცით, მე აი სულ ფიქრობდია ჩვენ ტელევიზიაში გვისაუბრია, რომ მოსახლეობაში არის განცდა, რომ კი მათ არ მოწონთ ის, რაც ხდება, მაგრამ რამდენად თავაზობს ალტერნატივას ოპოზიცია მოქალაქეებს, ხო? აი განცდა იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომელიც მოწონთ ან ნაკლებად ან მეტად, აი ეს განცდა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის ვითარებას, აი რწმენა, ცვლილების რწმენა, ამის ნაკლებობა სულ იყო. და ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი გვიფიქრია, რომ აი რა არის ის აუცილებელი, რაც არჩევნებს გახდის არა სახელის და გვარების ჩანაცვლებას, რომ მაგალითად არ ვიცი მე რაღაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი შეიცვალა ბიძინევანიშვილით, ან მე ვიღაცით ერთით შეიცვალა და ჩვენი ცხოვრება არ იცვლება. ეს უკვე ისმის ქუჩაშიც როცა დავდიოდით ხოლმე, სულ ისმის, რომ აი ჩემთვის რა შეიცვლება. მე მგონია, რომ განცდა, რომ რაღაცა აი საბჭოთა ერთი დიდი ფუნდამენტი უნდა დაიმსხვრეს კიდევ ერთი აი ამ 30 წლის თავზე და საბჭოთა ფუნდამენტი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ჩვენი სახელმწიფოს ქვეშ, ეს არის სწორედ ბელადი და ერთპარტიული მართლობა. აი რასაც დღესაც ვისმენდით, რომ საერთოდ არავინ არსად არ უნდა მოიგოს ოცნების გარდა. აი ესე პირდაპირ ღიად ამბობენ, რომ აი და თუ მოიგებს ჩვენ საბოტაჟს გავუკეთეთ. ანუ ეს ხო ფილოსოფიურად ნიშნავს რას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში დავეპატრონეთ ყველას. და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ამორჩეველი ყავს. სხვას მე მიმაჩნია, რომ ჩემი საკუთრება არის, იმიტომ რომ მე ეხლა მაგ დაპყრობილი ეს ქვეყანა, ხო? აი ეს ფილოსოფია მარტივი სანამ არ დაინგრევა და ეს უნდა დაინგრევა, ამის დაინგრევის მაგალითი ჩვენც უნდა ვანახოთ. და მე მგონია, რომ ეს არ იყო ტაქტიკური ერთი პრეზენტაცია. ჩვენ აქამდე დიდი ხნის განმავლობაში მივიდოდით. მე ვფიქრობ, რომ აი ბოლო კრიზისის შემდეგ და მე ვიტყოდი გავრილოვის შემდეგაც კი. აი გააზრება იმისა, რომ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ რეალური ცვლილება და რეალური ცვლილება არის მრავალფეროვნებაში და ერთობაში და კოალიციაში. აქამდე მივიდოდით, ეს მარტივი არ იყო, ხო? იყო პირველი ტური, სადაც მე ნიკა და ზურა ვიყავით. მანამდე კიდე იყო წინა არჩევნები 2020, სადაც სადღაც გამოვიდა, მაგრამ თლიანი სურათი არ იყო. დაგჭირდა დრო, აქამდე მისასვლელად. ესაც ბუნებრივია. მე ხა რა თქმა უნდა მე აი მაინც მინდა ვიკითხო, ხომ არ დააგვიანეთ? ცოტა დროა და არ მგო, იცით რა? ცოტა დროა. კი, საკომუნიკაციო საშუალებები ხა იმდენად მისაწვდომია, რომ ბუნებრივი პროცესი არის, რომ იყოს მყარი. არა, მე ვფიქრობ პირიქით. მე მგონია, რომ იმისთვის რომ ეს იყოს მყარი და არა ტყუილი. ეს ხო არ უნდა იყოს ტყუილი, ხო? ანუ შეიძლება ჩვენ რაღაც მომენტში ხელი მოგვეწერა, მაგრამ მე და ვთქვათ მამუკას თუ ჩვენ გუნდებს თუ არ ვიცი, არ გქონოდა ისეთი სიმყარე, იმიტომ ჩვენ ერთმანეთზე პასუხისგებლობასაც ვიღებთ. ეს არ არის რომ ჩვენ ეხლა გვაწყობს, მოდი 30-ში ერთად კი არა და რომელი რიცხვი ხო გუშინ წინ, მოდი ერთად გამოვიდეთ სცენაზე, ეს გვაწყობს. ეს ესე არ არის. ეს არის ურთიერთდობის, განსხვავებების მიღების, პასუხისგებლობის აღების პროცესი.
ძალიან სერიოზული პროცესია და რაც უფრო მყარი იქნება და დროში გამოწვრთობილი, ასე ვთქვათ, მით უფრო მყარი იქნება მერე. ანუ ჩვენ არც ერთი წამი არ ვატყუებთ საზოგადოებას, რომ ვართ განსხვავებულები და ვიძახით, რომ ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რისგან მაგალითად კორუფციისგან. ანუ მე როგორც კი დავინახავ, რომ სიტყვაზე ზურას წაუწდა ხელი კორუფციაზე. ჩემი სისტემა უბრალოდ გვერდზე ხარ და იმიტომ ჩემი სისტემური ინტერესი იქნება, რომ ამაში გამოვიჭირო, იმიტომ რომ მე მაქვს ცალკე პარტია, მე მაქვს ჩემი ცალკე ელექტორალური ინტერესი. როგორც კი ნიკა დაინახავს, რომ მე ხალხს მოვატყუე და დღეს რო ბაზარში ვიყავი და რო უთხარი, რომ ეს ავარიული სახლი, შენ რომელშიც ცხოვრობ, ჩვენი პრობლემაა და მოსაგვარებელი და ხედვა მაქვს და მე რო დამავიწყდება საერთოდ დღეს რო სამგორში ვიყავი, ნიკას ინტერესი აქვს, რომ იმ ხალხს ჩემი ნაკლოვანება ანახოს და თავისი პლუსი დაიწეროს. სისტემური ინტერესი აქვს, უბრალოდ ურთიერთკონტროლის. ამიტომ ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ, დაპირებების შესრულება. ეხლა დღეს რა ხდება? დღეს პოლიტიკური ცხოვრება ნებისმიერი საკრებულოს წევრის არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილს მოწონს ის თუ არა. ну максимум შეიძლება კალაძეს. და როგორც კი ეს დამოკიდებული მისი პოლიტიკური ცხოვრება იქნება ხალხს მოწონხარ თუ არა და ხავს კონკურენტი, რომელიც ყოველთვის გამხელს პრობლემაში, აბსოლუტურად ყირავდება სიტუაცია. ამიტომ ადამიანის ცხოვრება, მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება ესეთი სისტემით. ამიტომ ეს არის ბევრად უფრო გრძელვადიანი რამ, ვიდრე მხოლოდ 30 კი ბატონო, ოქტომბერი. ზურას მიწეთ შესაძლებლობა. დიახ, თქვენ რაღაც ეტაპზე რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, აი ამ მოდელისგან პერსონალურად თავი შეიკავეთ. ახლა აღმოჩნდა რომ გზად ხართ უკვე აი ამ ტიპის ჩართულობით მიიღოთ მონაწილეობა ჩართულობა არ გაქვთ. მაგრამ პირველ ტურამდე ახლა რა ხდება ასეთი რომ თქვენ პირველი ამოცანა მქონდა ის რომ ჩვენ ახალი პარტია ვართ, ბევრი ახალგაზრდები არიან და პარტიული ამოცანა მქონდა ამ შემთხვევაში რომ გინდოდა ახალი სახეები წარმოგვეცია წინა პლანზე. მაშინ არ ჩვენდა ჩვენ მოლაპარაკებები და საუბარი და მაშინ ახლა ნიკასაც ემახსოვრება, ელენსაც ემახსოვრება, როცა საუბარი იყო თბილისის მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე და საუბარი მიდიოდა იმაზე რომ რაღაცა მეტნაკლებად ცნობადობის ადამიანები იყო საჭირო რაღაცა, ჩვენი პარტიის მხრიდან მონაწილეობის პირობა ეგ იყო რომ ახალი სახეები წარმოგვეცია წინ რომ მათი ცნობადობა გაგვეზარდა და სხვა პარტიული ამოცანით მოძრაობდით. მაგრამ ეხლა შეიქმნა სულად სხვა რეალობა, მეორე ტურია და ეს მეტწილად არის მამუკა ხაზარაძის დამსახურება, რომელმაც თქვა რომ თუ ამ ბრძოლაში შევდივართ, მაშინ ბარემ მეც ვზადავარ შემოვიდი ამაში, თუ პირველი პირები იქნებიან პარტიის ჩართული და ყველა ერთად შევუტევთ რაზეც რა ვიცი. ამ მოდელით შეუძლებელი იყო ჩემი აზრით მაგაზე უარის თქმა ამ ბრძოლაში. მე მგონია რომ პირველად შეიძლება ითქვას ბოლო წლების განმავლობაში რაც მე დავინახე, თუნდაც ამ პრეზენტაციის შემდეგ ადამიანებში გაჩნდა რწმენა, წეგან შეკითხულობდი რა ჩანდაო დღეს ამ ხალხთან შეხვედრაზე, თუ რამე ჩანდა, პირველ რიგში ჩანდა ეგ, რომ ადამიანებს გაუჩნდათ რწმენა, რომ მართლა გაჩნდა რაღაცა ტიპის პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლიათ დაამარცხოს ეს მონსტრი. ანუ აქ რეალობა ეგეთი გვაქვს, რომ მოსახლეობა ადამიანებს ის კი არ აქვს რაღაც იმის გაცნობა კი არ უჭირთ, რომ ქართული ოცნება ცუდი ხელისუფლება და გადასარჩევია. უბრალოდ რწმენა, ნიჰილიზმი არის, რწმენა არა აქვს, რომ არსებობს საპირწონე. აი რა ფაქტორებმა გადაწყვეტა და შექმნა ეს რწმენა, რაც თქვენ იგზენით, თქვათ ამ მომრჩევლისგან, ის რომ თანავარსკვლავედი, თქვათ ასე ვთქვათ, ოპოზიციის მაგრამ ეს მხოლოდ საკმარისი არ არის. ანუ უნდა დაარწმუნოთ, რომ მუშაობა შეგიძლიათ ერთად, კიდევ რა ფაქტორებია შეგიძლიათ? მე მგონი ხან თუჩი ორი რაღაცა არის, რისგან შედგება ეს რაღაცა, ვიცი, შემადგენელი ამ რაღაცა იმის, რამაც რწმენა გააჩინა. ერთი არის ეს ერთობა, რომელსაც ეს ადამიანები ხედავენ და მე მგონი მათ შორის დღესაც ქუჩაში კომუნიკაციის ზოსაც ჩანდა, რომ ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ხა შევიყარე და ხვალ დავიშლებით ამბავი, ამიტომ რომ მგონია რომ მართლა რაღაცა გულწრფელი ურთიერთობა და არაფერს არ მალავთ და არც განსხვავებებს მალავთ და არც იმას მალავთ რა გვაერთიანებ და არის ეს გამაერთიანებელი იდეა კოალიციური მთავრობის, რომელზეც ბევრს ლაპარაკობთ, რომელიც შეიძლება რთული ასახსნელი იყოს, რომელიც თავისთავად შეიძლება არ იყოს თავისთავად რაღაცა პანაცია ყველა პრობლემის, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული ამ მიმართულებით. ეს ორი რაღაცა არის ახლა ერთობა და ხედვა რომ მომავალი არის. ანუ რა ტიპის ამომრჩეველი უნდა მოაქციოს თქვენკენ, ვინც არ მიდიოდა არჩევნებზე, ვინცაც არაფრის ცვლილების იმედი არ აქვს. ამომრჩეველი, რომელიც ნიჰილისტურად იყო განწყობილი, ხელი ქონდა ჩაქნეული და იძახდა რომ აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა, იმიტომ რომ განცდა ქონდა რომ რაღაცა ამდენ ფულს და ამ სუს და ამ ჯანდაბას და დაშინებას და შანტაჟს და ამას ამის მომგები ამ წუთში არავინ არ არის და ეხლა რომ დაინახეს რომ რაღაცა ერთობა არსებობს, ეს იმედი და რწმენა გაუჩნდათ რომ კი ამ მონსტრის დამარცხებაც კი შეიძლება
ახალგაზრდება მიუხედავად იმისა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამდენი ფულის ხარჯისა, მიუხედავად სუსი როგორ მოქმედებს, მიუხედავად როგორ მუშაობს ჯამში ეს სისტემა თოფების და მოსმენების და ფულის კომბინაციის, რომ ამის დამარცხება შესაძლებელია, იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკური ერთობა გაჩნდა ველზე. ეს ჩანდა ჩემთვის პირადად დღეს რომ ადამიანებს ვლაპარაკებოდი, ეს დავინახე მე. აი თქვენთვის როგორც უპარტიო წარმომადგენლისთვის, მერობის მოადგილეობის უპარტიო კანდიდატისთვის რითი არის მიმზიდველი აი ამ გუნდთან ერთად მუშაობა. თქვენ გამოცდილება გაქვთ დედაქალაქის მთავრობაში მუშაობით და აი ამ მოდელით რამდენად ეფექტიანი იქნება დედაქალაქის მთავრობა თუ გაიმარჯვეთ. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. მე წარდგენის დროსაც თქვი და შემიძლია იგივე სიტყვა აბსოლუტურად გულწრფელად გავიმეორო, რომ ეს გუნდი და ეს შემადგენლობა გვმატებს ზუსტად თავდაჯერებულობას გავცეთ ის კონკრეტული დაპირებები სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს სოციალური უმძიმესი პრობლემების მოგვარება, თუ იქნება ქალაქის ეკონომიკის განვითარება, რომელიც ნომერ პირველი ამოცანა იქნება, რა თქმა უნდა, ადამიანების დასაქმება, უკვე დასაქმებულებისთვის შემოსავლის გაზრდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის ახალისება დღეს ფაქტობრივად ყველაფერი გაჩერებულია და ოდესაც ამ ყველაფერზე საუბრობ და იცი რომ ამ მიმართულებების ხელმძღვანელები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მერი იქნება ნიკა მელია, ეყოლება ის საჯარო პროფესიული მოხელეები, ვინც დავასახელთ, არ არის მხოლოდ ჩვენზე. აი ამ პოლიტიკური პარტიებიდან და ჩვენ გარშემო შევიკარით გუნდი, რომელიც შედგება ათეულობით ადამიანისგან, კონკრეტული განსხვავებული პროფესიული წარსულით, განსხვავებული საქმიანობის გამოცდილებით, მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით. თქვენ კარგად ხედავთ, რომ გუნდის შეფასებისას, აი ხა წეხან ზურა საუბრობდა და ზურას დაუშვი შეკითხვა, რა იმედები გააჩინა თუ რა ამან საზოგადოებაში. ერთი მხრივ ამან ცალსახად გააჩინა იმედი საზოგადოებაში და მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ სახე დაკარგული შიშისთვის განწირული ხელისუფლების შეფასებები, ხო? როდესაც გუნდზე ვსაუბრობთ, წარმოვადგინეთ კონკრეტული ადამიანები, ვისი შრომითი ბიოგრაფია საზოგადოებისთვის ცნობილია, ვისი ცხოვრების წესით საზოგადოებისთვის ცნობილია და პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენ მათემატიკური რაღაც უმრავლესობა გვაქვს საკრებულოში და არ დაგამტკიცეთ, რაც ნუ აბსურდია და ასეც არ არის. მარცხისთვის განწირული სასოწარკვეთილი რაღაცა შეფასებაა, ხო? ანუ ამ გუნდმა და აი ამ ერთობამ რაც მოხერხდა თითოეული აქ მსხდომი ადამიანის სურვილით და მტკიცე გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გააჩინა თავდაჯერებულობა და რწმენა მართლაც და ეს გადამდებია ჩვენ საზოგადოებაზე, ზუსტად ეს დავინახეთ დღეს ჩვენ ქუჩაში, რომ მათი პრობლემების მოგვარება დაიწყება 31 ოქტომბრისთანავე. კი ბატონო, აი ნიკა, ახლა ირაკლიც საუბრობდა, კამპანიებს შორის განსხვავება გახდა ძალიან თვალსაჩინო. სულ იყო ხოლმე დაკვეთა პოზიტიურ დღის წესრიგზე, პრინციპში საზოგადოების მხრიდან და თქვენ ეს შეძელით. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში თქვენი კამპანია არის სიახლის შემცველი და პოზიტიური გზავნილების შემცველი და თითქმის არც ეხმაურებით იმ შეურაცხმყოფელ, ძალადობრივ რაღაცა კომენტარებს, რომელსაც თქვენს მიმართ აქვს ადგილი. ხელისუფლება დარჩა იმ ადგილას და ალბათ არა შემთხვევით. ალბათ მათ აქვთ რაღაცა ტიპის გათვლა, ალბათ კვლევაც, რაზე აქვს დაკვეთა მის კონკრეტულ ამორჩეველს და ცდილობს ამით მობილიზაცია გაუკეთოს საკუთარ ამორჩეველს. თუმცა მე მაინც მაინტერესებს თქვენ აი თქვენი კამპანიით გაქვთ თუ არა იმედი, რომ შეაღწევთ იმ სივრცეებში, სადაც დღეს ოცნებას ეგულება თავისი მყარი ამორჩეველი. აი რაღაცა სიურპრიზის მოწყობის ეფექტი ხო შეიძლება მოგცეთ, ამაზე თვლით თუ არა? კი, რა თქმა უნდა, ზოგადად მე როგორც ერთი ცალკეაღებული პოლიტიკოსი, მართლაც მოხარული ვიქნები, შესაძლოა მოგექნება გაგრძობა და თვალწარმოოთ პოზიტიური კამპანია. აი ხა კადრები ტრიალებს, ხო, პრეზენტაციისა, მართლაც წარმატებული პრეზენტაცია გამოვიდა. პრეზენტაციის მიმდინარეობისას, როდესაც აი კოლეგები საუბრობდნენ და მე ვუსმენდი მათ, ხო, და ჯერ კიდევ სცენაზე ვიდექი, ამ ამპლუაში ყოფნა და არსებობა მსიამოვნებდა, იცით, აი მე თვითონ ვიგძენი, რომ რაღაცა სულიერი სიმშვიდე ვიგძენი. საზოგადოება დაინახა, რომ ამ ადამიანებს ესეც შეგვიძლია, აი თურმე შეგვიძლია, ხო? უბრალოდ, როდესაც მთელი მანქანა, მამუკა საუბრობდა მანქანაზე, პროპაგანდისტული მანქანა, მთელი სახელმწიფო თავისი ადმინისტრაციული ორგანოები ერთადერთი რამით არის დაკავებული, როგორ გააღვივოს
მართლაც არ ვიცი ზიზღი, შუღლი, საზოგადოებრივი სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს დააპირისპიროს, ახლა გვინდა არ გვინდა ამ ორებში ჩვენც ვერთვებით და მარტივი ძალისხმების შედეგად ახლა ჩვენ ამ მორებს ასე ვთქვათ ადვილად არ შორდებით, ხო? და დავტოვეთ თავიანთ ამ ზიზღის კუნძულზე ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი კალაძე და მე მგონი ეს გამოგვივიდა და ამით კონტრასტიც დავანახეთ საზოგადოებას. ახლა ბატონი ღარიბაშვილი დადის ახლა ოლქიდან ოლქში და კიდევ ერთხელ გვაწმუნებს, რომ მათ პოლიტიკის კეთება დაიყვანეს მხოლოდ შეურაცხყოფისა და ძალადობის დონეზე. ერთი განცხადება იყო ასევე თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, თქვენს ღარიბაშვილის მხრიდან. ანუ მათთვის პრობლემაა ის მერი, რომელიც არ იქნება პარტიის თავმჯდომარეობაზე მიბმული. ჩვენ ვფიქრობ, რომ მათთვის ეს პრობლემა არის, დიახ, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის ერთობის განცდა, როგორც ერთობის ასე ვთქვათ, შეკვრის მოთხოვნა, როგორც უკვე აღნიშნე და ამავე დროს სიტყვები, რომელსაც მე ვიძახი, რომ თბილისი გაცილებით მეტია ვიდრე პოლიტიკა, ეს მარტო ჩემთვის არ არის, ძალიან ბევრი თბილისელისთვის არის. ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელსაც ასეთი პოლიტიკური კუთვნილება, პარტიული კუთვნილება არ აქვს, მაგრამ ერთხელ სამუდამოდ უნდა იხილოს დედაქალაქის მერია თავისუფალი პარტიული პოლიტიკისგან. და ეს მათ იციან, რომ არ აწყობთ და კი მივიღეთ გადაწყვეტილება, მე შევთანხმე, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს პარტიაშიც და კოლეგებს ჩავაყენე საქმის კურსში, ანუ კოალიციური გუნდის წევრები და თქვი გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებისთანავე მე დავტოვებ პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეობის თანამდებობას და ბატონი გახარია კარგად იყოს და ბატონი ღარიბაშვილი დღეს სადაც იყო ჩასული, აკითხია ტელეკომპანია იმედს და პასუხი რა იყო? ფიგურალური გამოთქმა, რომ გახარია. არა, თითქოს მელიამო დასწრებაზე ითამაშაო, მელიასო აყენებენო ისედაც თანამდებობიდან გააგდონო პარტია ნაციონალურ მოძრაობით. არა, იცით, ყველაფერი, რასაც ჩვენ სწორად ვაკეთებთ, ეს ყველაფერი მათ ძალიან ტკივად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თბილისი იმსახურებს, რომ ყავდეს გუნდი, რომელიც იზრუნებს თბილისელებზე და არა ვიწრო პარტიულ ინტერესებს. ერთი შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დავშვათ, ეგ არის ძალოვან სტრუქტურებში ძვრები, რაც მე ვფიქრობ ძალიან მისასალმებელია და მე მართლაც მივესალმები ჭაბუკა რაფავას გადადგმდაბიჯს, მე წარმომიდგენია ეს ნაბიჯი არ იქნებოდა ადვილი გადასადგმელი მისგან, იგი როგორც აღმოჩნდა არის ვიცე-პოლკოვნიკი და წლების განმავლობაში მუშაობს მაღალ თანამდებობებზე ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროში, გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ეს არის მაღალი თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მან უარი განაცხადა ამ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებაზე და უარი უთხრა მართლსაწინააღმდეგო დავალებების შესრულებას თავის ხელმძღვანელობას ეს პირში მიახავა, დაწერა პატაკი და წამოვიდა და რა თქმა უნდა ეს არის არა პირველი მერცხალი, არამედ გუშინაც ვიხილეთ და მე დარწმუნებული 30-მდე ბევრი ასეთი ღირსეული პოლიციელი აიმაღლებს ხმას და ამით ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ პოლიციელებს, ყოფილ პოლიციელებს, რომლებსაც დევნის ახლა ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა კანდიდატების შტაბებში, როგორც შტაბის წევრები, ისინი მუშაობენ ოპოზიციის გამარჯვებისთვის. აი, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება თქვენი დღევანდელი გზავნილი ამორჩეველთან, ეს იქნება ჩვენი ბოლო ალბათ კითხვა თქვენთან და ბატონ მამუკა, თან მინდა კითხოთ რა გახარია ახსენა შემთხვევით, მაგრამ მაინც ნიკამ მათ ამორჩეულთანაც რა გაქვთ სათქმელი გუნდთან, რომელსაც ჰქონდა კარგი მაჩვენებელი თბილისშიც მათ შორის და რომლის ხმების თქვენ ძალიან გჭირდება. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა რამოდენიმე სიტყვით თქვა, რატო არ მეაქვს და რა გუნდზეა საუბარი. ხა მე მგონი იმის მოყოლა არ არის საჭირო ჩემგან, რომ ძალიან ბევრ გუნდში მიმიღია მონაწილეობა და ბევრი გუნდის ნაწილი ყოფილვარ და გუნდისში გადაწყვეტილება, რომ გუნდის ნაწილი იყო, ეს ცალკე მეცნიერება. ამიტომ აი რა გვაერთიანებს აქ ჩვენ პარტიული ამბავი კი არ გვაერთიანებს. მე პირადად რატო ვარ აქ? აი ამ 4 ადამიანში მე ვხედავ ძალიან დიდ გულწრფელობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და გულწრფელობას არა ერთმანეთის მიმართ მარტო, არამედ თავისი ქალაქის და თავის ქვეყნის მიმართ. აი აქ ვინც ახლა ჩვენ აქვს ხედავთ, ჩვენ გულწრფელად ვართ ერთმანეთთან პასუხისმგებლები ჩვენი საქციელის, ჩვენი მომავალი გეგმების და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენთვის გადამწყვეტი. დანარჩენი არის ტექნიკა, დამიჯერეთ. და აი როცა საუბრობენ მოილაპარაკებს თუ არა, ჩვენ აქ პროცენტებით კი არ ვითვლით, ჩვენ უკან ამდენი ხმა არის. ჩვენ როცა მრგვალ მაგიდაზე დავსხდებით და საკითხი იქნება გადასაწყვეტი, იქ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე
დიდი ან საშუალო პარტიის წარმომადგენელი ვარ და ჩემს უკან ჩვენ ხო პარლამენტში არა ვარ. ჩვენ ვქნით აღმასრულებელი ორგანოს კაბინეტს, სადაც ყველას თითო ხმა გვაქვს. და ჩვენ ეს ხმები უნდა შევაჯეროთ და კაბინეტის კარებს რო გავაღებთ, სათფიროს უნდა გამოვიტანოთ განაცხადი და გადაწყვეტილება თბილისელებისთვის. აი ძალიან მარტივად იხსნება ეს ყველაფერი. და რაც შეეხება როცა საუბრობთ კალაძესა და მელიას შორის თქვათ კონკურენციას არ დაგავიწყეთ, რომ აი შეადარეთ ორი განცხადება. ნიკამ განაცხადა, რომ არჩევისთანავე მე გადავდგები პოლიტიკური, ესე თქვათ, საბჭოს თავმჯდომარე პარტიის თავმჯდომარეობიდან. და ჩვენ აქ კალაძეს კი არ ვეჯიბრებით. ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, რომლის პარტიამაც ქვეყანა მიიყვანა უკიდურეს გაჭირვებამდე. გესმით? და ეს არის ადამიანი, რომელსაც თბილისური სლენგით რო თქვათ, უტყდება ქართული ოცნების ნომრის მიწერა და კალაძის გუნდად არის წარმოდგენილი. ანუ დისტანცირებას აკეთებს იმისგან, რისი ნაწილიც არის და რისი ხელმძღვანელიც არის. ამიტომ მე მინდა კარგად დაუფიქრდეთ ყველა, რასთან აგვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს ქართული ოცნების პოლიტიკასთან საქმე და მის გენერალურ მდივანთან, რომელმაც კიდევ ვიმეორებ, ქვეყანაში შექმნა უკიდურესი სიღარიბე. და ბოლო დღე ჩვენეს რო ჩაითრიეს ამ კი, უკიდურესი სიღარიბე, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, უმუშევრობა, სიღატაკე, რომელთანაც ძალიან სწრაფად უნდა ამოვიდეთ. და გახარიასთან დაკავშირებით, კი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა და ამას ხმამაღლა ვამბობ, ვიცით მის მიმართ, თუ ეს პარტია არის ოპოზიციური, ოპოზიცია ნიშნავს ცვლილებას. ოპოზიცია ნიშნავს უბრალოდ ესე რომ მიდით და ორივე შემოხაზეთ, რაც მოვისმენთ. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს ნიშნავს რომ შენ ამორჩეველს ეუბნები რომ იცი რა, არა, მე მინდა მათ ამორჩევლებს უთხრა, რადგანაც მათ გადაწყვიტეს და ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მიცეს ამ შემთხვევაში გახარიას ესე თქვათ პარტიისთვის, ხო? მათ აუცილებლად უნდა დაუჭირონ ცვლილებებს მხარი. აუცილებლად თუ უნდათ ჩემი აზრით, რომ ამ ქვეყანაში წინ წავიდეს და დარწმუნებული ვარ მათ ეს უნდათ. დიდი ბოდიში თითო წინადადება დაგვრჩა თუ გაქვთ თუ არ არის დრო პრობლემა არ არის. მოკლე მიმართვებისთვის ძალიან მარტივია, მე მგონი გახარიას პარტიის კი არა, ქართული ოცნების ამორჩეველსაც სურს ცვლილებები. და დამიჯერეთ, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილიც დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას ცვლილებების სასარგებლოდ, სწორედ ამ იმედით და ამ წმენით ვართ ამ ბრძოლაში და ვემზადებით გამარჯვებით. მე სიტყვით ვიტყვი, რომ ყველაზე მთავარი არის, რომ მოქალაქეებმა დაინახო, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ჩვენსა და ოცნებას შორის კი არ მიდის. ის ჩვენაც შევქმნით ამ მოქალაქეებისთვის, ქვეყნისთვის და მათ უნდა დაინახონ საკუთარი მონაწილეობა, რომ ეს კოალიცია მათ ცხოვრებას შეცვლის და არა ის რომ ჩვენ მოუგებთ ვის ვეღარ იმახსოვრება ეს გვარები ეს არ არის მთავარი ხალხმა დაინახოს და შესაბამისად მივიდეს და გააკეთოს არჩევანი. ზურა ხო 30 ოქტომბერს უნდა გამოვიდნენ და გააკეთონ არჩევანი. ეგ არის ხა ყველაზე მნიშვნელოვანი. რის იმედიც აქვს ხა ოცნებას არის ნიჰილიზმი ადამიანებში რომ ჩაიქნებენ მაინც ადამიანები ხელს და ჩათვლიან რომ არჩევნებით მაინც არაფერი არ შეიცვლება. საბოლოო ჯამში რაღაცა ამ განწირული ვართ ამ წუმპისთვის და ამ ჭაობისთვის რომელსაც ახლა ვარ ჩავარნილი. ამას უნდა გაცემ პასუხი, უნდა გამოვიდნენ, უნდა მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და ხმა უნდა კი ბატონო. ხარნო ორი წინადადება. ანუ ძალიან ბევრი ქართულ ოცნებას 220,000 ხმაზე მეტი თბილისში ისტორიულად არ აუღია ხალხთა. უფრო ვერ გაუკეთებია, იმიტომ რომ ესენი ხო პატიოსთან და არიღებენ. 220,000 შარშად. წელს აიღო ბატონმა კალაძემ 215,000 ხმა დაიწერა ისე როგორც დაიწერა, ნაწილი აიღო, ნაწილი სხვა მანიპულაციებით და ჯამში მივიდა არჩევნებზე 495,000. წარმოიდგინეთ პირველ ტურში. მე მოლოდინი მაქვს რომ გაცილებით მეტი ადამიანი მოვა ახლა მეორე ტურში ვიდრე პირველ ტურში. ტრადიციულად ეს პირიქით ხდება ხოლმე, მაგრამ ახლა მგონია მეორე ტურში უფრო მეტი მოვა ვიდრე პირველ ტურში. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ განცილებული. ანუ შეგახსენებთ 2008 წელს არჩევნები იყო, ხო? გაჩეჩილაძე იყიდა კენჭ და პირწმინდად მოიგო თბილისი. როგორ მაშინაც იყო, ხო? ძალიან მონოლითური ხელისუფლება 2008 წელს, ხო? 6 წლის თავზე ხელისუფლებაში ყოფნის ნაციონალურ მოძრაობა, მაგრამ მთელი თბილისი რო დაიძრა საარჩევნო ურნებთან ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვა. იგივე მოხდება ახლა თბილისში. მე ვგრძნობ ამას. დიდი მადლობა ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ირაკლი აბესაძე იყვნენ ჩვენი სტუმრებით. მადლობთ რომ იყავით. მადლობა რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით მიხეილ მაჭავარიანსა და დავით ბერძენიშვილთან ერთად.